დებელნი ქალაქია გერმანიაში, რომელიც მდინარე ელბის აუზში მდებარეობს. 2002 წელს ეს ქალაქი ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა წყალდიდობამ დააზარალა, როგორც ეს ცენტრალური ევროპის უმეტეს ნაწილში მოხდა. წყალდიდობა სულ უფრო გახშირდა და უფრო დამანგრეველი გახდა კლიმატის ცვლილებების გამო. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები წყალდიდობის საწინააღმდეგო სხვადასხვა ინფრასტრუქტურას ავითარებენ, რათა ზიანი შეამწირონ. წყლის დონე იმდენად მაღალი იყო მერიის წინ, რომ ზოგიერთ ადგილას 3 მეტრსა და 84 სანტიმეტრსაც კი მიაღწია. უზარმაზარი ზარალი მოგვადგა, მაგრამ წყალდიდობის შემაკავებელი ნაგებობების გამო, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ავაგეთ, ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობთ თავს. წყალმა პირველ სართულს მიაღწია, საშინელება იყო, ახლაც მზარავს გაფიქრება. ქალაქ დებელნს ორი მდინარეულის გარს. მდინარე ფრაიბერგერ მულდეს სწრაფი ნაკადი აქვს, როდესაც მისი დონე იმატებს, ფიქრის დრო ფაქტობრივად არ რჩება. ეს რა თქმა უნდა დიდ პრობლემას გვიქმნის წყალდიდობისგან თავის დაცვის კუთხით, რადგან გვინდა ისეთი ტექნიკური გამოსავალი მოვიფიქროთ, რომელიც წყალდიდობას გაუმკლავდება. თუ ამას ვერ შევძლებთ, წყალი ქალაქის ცენტრს შესაძლოა ორივე მხრიდან მიაწყდეს. ტრამვაის მუზეუმი არხის პირას მდებარეობს. აქ ძალიან დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. მდინარის კალაპოტი 3 მაგად გააფართოვეს, რის გამოც რამდენიმე მიმდებარე შენობა დაანგრიეს კიდეც. 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ფერადი პანელები დაამონტაჟეს ქალაქის დასაცავად და მისი იერსახის შესანარჩუნებლად. კიდევ რამდენჯერმე ადიდდა წყალი. ექსტრემალური მასშტაბი არ ქონია, მაგრამ მაინც წყალდიდობა იყო და ეს თხრილი მთლიანად აივსო წყლით. ამ თხრილის გარეშე მთელი წყალი ქალაქს მიასკდებოდა. ამ არხმა ნამდვილად დაიცვა ქალაქი. 2002 წლის შემდეგ საქსონიის რეგიონმა 3 მილიარდ 300 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო წყალდიდობის დამცავ ინფრასტრუქტურაში. 2009-2029 წლების მონაკვეთში მხოლოდ დებელნი 95 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხის 30%-ს ევროკავშირი დააფინანსებს, დარჩენილ 70%-ს კი გერმანიის ფედერალური მთავრობა და საქსონიის შტატი დაფარავენ. ეს წყლის გადასაგდები არხი წყალდიდობისგან დამცავი გეგმის ქვაკუთხედია. იგი აღჭურვილია სენსორებითა და კამერებით, რომლებითაც წყლის დონეს გამუდმებით აკვირდებიან, რაც წყალდიდობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ჭკვიანი სისტემის წყალობით, როდესაც წყლის დონე მატულობს, ფოლადის კარიბჭე ავტომატურად იხსნება. სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა. წყლის მოცულობის 70% ამ ხელოვნურ არხში გადავა, დანარჩენი კი მდინარეში დარჩება. ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია წყალდიდობის შემაკავებელი კედლის მშენებლობა მდინარის წელის გასწვრივ, რომელიც მთელ ქალაქს უვლის გარს. ეს კედელი დაახლოებით 6 კილომეტრ-ნახევარი სიგრძის იქნება, როდესაც დასრულდება. მთლიანი პროექტი 2029 წელს უნდა დამთავრდეს. 2023 წელს მცირე წყალდიდობამ გამოსცადა არხი და დაამტკიცა, რომ არსებულ სისტემას უკვე შეუძლია ქალაქის დაცვა.